ფული ხელის ჭუჭყია და თუ მდიდარი ადამიანი ხარ, აუცილებლად ცუდი ადამიანი უნდა იყო. რატომ ხდება ისე, რომ ცხოვრობთ ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ქვეყანაში და მაინც ღატაკები ვართ? როდის დაგვაჯერეს, რომ სიმდიდრე ასოცირდება ბოროტებასთან და როდის დავიჯერეთ, რომ თუ სიღარიბეში ხარ, აუცილებლად სულიერებასთან ახლოს შეიძლება იყო, აუცილებლად უცოდველი შეიძლება იყო. რატომ ხდება ეს? რა მიზნით ხდება ეს? ამ სივრცეში დღეს შევეცდებით, რომ დავარღვიოთ ეს ტაბუ, ვისაუბროთ ფულზე და ავწიოთ ჩვენი ცნობიერება. მივიღოთ მეტი განათლება ფინანსური კუთხით და მივხვდეთ, რომ თუ ფული გვაქვს, ცუდი ადამიანები არ ვართ და თუ ღარიბები ვართ, აუცილებლად ეს სულიერებას ანიშნავს. მოგესალმები გიორგი და ძალიან დიდი მადლობა, რომ დამითმეთ დრო და მოხვედით ჩემთან გადაცემაში სტუმრად. სალამი, მივესალმები შენს მაყურებელს. გიორგი, დავიწყებ ესეთი საინტერესო კითხვით. შენი აზრით, რატომ გახდა საქართველოში ფული დემონი? ეხლა კამერა რო ირთვება, მე ხო იცი, რაც უფრო სხვანაირად სხვა აზრები მოდის რა. ვიღაცამ შეიძლება ჩათვალოს, რომ რაც შეთქმულების თეორიასავე ჟღერს, მაგრამ ზოგადად ნახე, ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც ყველაფერი არის იმაზე უხვად, ვიდრე საჭიროა და ყველაფერი მოვიხმაროთ, იმაზე მეტი შეიქმნება, ვიდრე საჭირო იქნება, იმიტომ რომ ვცხოვრობთ სამყაროში, რომელიც უსასრულო ეკონომიკის პრინციპით არის აგებული. რაც მეტია მოხმარება, მეტია წარმატება. მაგალითად, თუ ბევრ ატომს შევჭამთ, უფრო ბევრი ატომის ხე გაიზრდება, იმიტომ რომ თითოეული პროდუქტი ატარებს პოტენციალს უფრო მეტის მოცემის. ანუ ცხოვრობთ სამყაროში, რომელიც სიმდიდრისთვის არის შექმნილი. მეზე მჯერა. კი, როგორ სწორი პერსპექტივაა. და თუ გინდა რომ ვიღაცა მიზანმიმართულად გააღარიბო, გაცვეთილი სტრატეგია მუშაობს სამყაროს შექმნიდან დღემდე. უბრალოდ უნდა აურიო რაღაცეებზე წარმოდგენა. ცუდზე უნდა უთხრა რომ კაია და კაიზე უნდა უთხრა რომ ცუდია. და მორჩა. ამის პირველი მაგალითი ხდება არ აქვს მნიშვნელობა გჯერა ბიბლიის მაგას არ აქვს მნიშვნელობა პრინციპს კარგად აჩვენებს. პირველად როცა ღმერთმა ადამიანს და ევას სამოთხის ბაღში უთხრა რომ ყველაფრიდან შეგიძლია ჭამოთ რამდენიც გინდა. ანუ ამაზე უფრო დიდ სიმდიდრეს ვერავინ ვერ გეტყვის, ყველაფრიდან ყველაფერი შეგიძლია მიირთვა უფასოდ. გარდა ერთისა. და ერთი ხე იყო აკრძალული, ნაყოფი იყო აკრძალული. ცდუნება რაც იყო ის, რომ ვიღაც ტიპი მოვიდა პირობითად ეშმა, კი? და ამ ხალხს უთხრა, რომ ეგ კი არ არის, რაშიც მდიდარი ხარ, ეგ მაქედან ყურადღება გადმოიტანე და ის რაც აკრძალული გაქვს, მაგაზე გადაიტანე ფოკუსი. ცუდზე უთხრა, რომ კაია და კაი რაც იყო და სიმდიდრე რაც იყო, უთხრა, რომ ცუდია. და ეს უბრალოდ ხედვის გადანაცვლება ადამიანს და ევას დაუჯდა ყველაფრის ფასად. გვეტირა დედა. ძალიან სწორი შეფასება იყო. შედეგად, ნახე, თუ დღეს ადამიანებს ბოროტებას დაანახებ იმაში, რაც უფრო მეტ თავისუფლებას ანიჭებს, ჩათვალე, რომ ადამიანები თვითონ დაიწყებენ თავის გაღარიბებას. სუსტად კი. არასწორი წარმოდგენა უნდა შეუქმნა უბრალოდ. თუ მე შენ გეტყვი, რომ ფულის დემონიზებას თუ მოვახდენ, ადგები და შენ მოერიდები ფულს. უფრო მეტიც ვიღაცები, ვინც ფულს შოულობენ, ცუდ ადამიანებად ჩათვლი. და თუ სიღრმეში ჩავალთ, ვაფშე ფული რა პროდუქტია, აღმოვაჩენთ, რომ გასაგებია ფულის სიყვარული შეიძლება იყოს ბოროტების ფესვი, როგორც პავლე წერს, მაგრამ არა ფულთან ფული ვერც ცუდი იქნება, ვერც კაი ინსტრუმენტია. და ინსტრუმენტის ავკარგიანობა დამოკიდებულია იმაზე, ვის ხელშიც არის. შენ თუ კაი ტიპი ხარ, ფული გექნება თუ არ გექნება, უბრალოდ ფულით მეტ კაი რაღაცას გააკეთებ. ფული ინსტრუმენტია უბრალოდ. ფულის დემონიზება, რავი, უბრალოდ სისულელია რა. იცი რა არის, ხო ჩამოყალიბდა ისე, რომ თითქოს რაღაცა სიმდიდრე ასოცირდება ბოროტებასთან და სიღარიბე ასოცირდება რაღაცა უცოდველობასთან, სიწმინდესთან და აი რაღაცა ძალიან წმინდა არის, როცა ძალიან ღარიბი ხარ და აი შენი შეხედულება ამასთან მიმართებაში როგორ გვიზიარო? ნახე, ისევ იგივე რაღაცასთან გვაქვს რა. მე თუ მინდა რომ შენ გაგაღარიბო, სიმდიდრეზე უნდა გითხრა რომ ცუდია და სიღარიბეზე უნდა გითხრა რომ ეს არის სულიერების მაჩვენებელი და ვიღაცები ვინც ფულს შოულობენ, მით უმეტეს თუ არ იცი ფული რა გზით მოდის ადამიანის ჯიბემდე შევეხებით მაგ თემასაც ალბათ.
თუ ეს არ გესმის, უკვე თუ ადამიანს ინდიკატორები აურიე, ჩათვალე რომ არეული გაქვს მისი მთელი ცხოვრება. ძალიან სწორი პერსპექტივა და წეგან ახსენე რომ იდეაში როგორც გავიმეორებ, ფული არ აფუჭებს, ფული უფრო მეტად აჩენს რეალურად იმ ადამიანში რადევს. ანუ მე თუ მაქვს ბევრი ფული და ჩემი მთავარი ამოცანაა რომ სხვებს დავეხმარო, მეტი შესაძლებლობა მაქვს რომ სხვებს დავეხმარო. და როდესაც ჩემში მოუგვარებელი და მიუღებელი ამბები მაქვს შინაგანად, აი მაშინ შეიძლება რომ ფული აბოროტებს და იცი რას ვიტყოდი ჩემი პერსპექტივით, ეს კარლ გუსტავ იუნგის shadow work ქვია, საოცარი ამბავი არის, მეც მე გავაზიარებ და ვისაუბრებ. ადამიანი სხვაში განსჯის იმას რა ნაწილებსაც ვერ იღებს თავისას. შესაბამისად, ახლა წარმოედგინე მით უმეტეს საქართველოში როგორი პრობლემა იქნება სხვადასხვა ნაწილების მიღების, როცა გზრდიან გარემოში, ეს არ უნდა ქნა, ეს არ უნდა ქნა, ეს ცუდია, ეს სოდოა, ხო, ბლა ბლა ბლა. შესაბამისად, აი ეს უმრავლესობა ადამიანებს ხოთეს შორის სიმდიდრის ეშინიათ, იმიტომ რომ აი ეს მიუღებელი ნაწილები გარეთ არ გამოვიდეს. იმიტომ რომ მეტი თავისუფლება გაქვს. როცა ფული გაქვს, ხდები? მოდი ეს შევხედოთ, ნახე, წეგან კაი რაღაცა თქვი, როცა ბევრი ფული გაქვს. ჯერ განვიხილოთ შემთხვევა, რა შემთხვევაში შეიძლება ადამიანს ჰქონდეს ბევრი ფული. თუ არ ვსაუბრობთ კრიმინალზე ოღონდ. იმიტომ რომ უმეტესობას ბევრი ფული ეგრევე ასოცირდება, რომ რანაირად შეიძლება ჰქონდეს ბევრი ფული, თუ არ აკეთებ რაღაცა ცუდს. ხო. მოდი, ცოტა ხნით გადავდოთ ეგ სცენარი. იმიტომ რომ თუ მხოლოდ მაგას ვხედავთ, ბევრი ფულის მიღების გზად ვეღარ დავინახავთ წესიერი გზებით ბევრი ფულის მიღების გზას. ბევრი ფული, ბევრს თავი დავანებოთ. ფული რა შემთხვევაში შეიძლება მოვიდეს ჩემამდე. და დავაკვირდე რა შემთხვევაში მოსულა აქამდე. ხო. და მოდის ერთადერთ შემთხვევაში. თუ ქმნი რაღაცა ღირებულს, იმდენად ღირებულს, რომელსაც ჩვენთვის იმაზე მეტი ფასი აქვს, ვიდრე იმ ფულს, რომელიც ახლა ჯიბეში გაქვს, სიხარულით ადგები და გადამიხდი. მაგალითად, ველოდებოდით ოპერატორს. იმიტომ რომ ამ ადამიანმა იცის როგორ აღბეჭდოს კადრი სწორად, ხმა როგორ ჩაწეროს მე. ნახე, იცის ისეთი ღირებულების შექმნა, რომელიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია. შესაბამისად, სიხარულით იხდი. და თუ ვისწავლი, როგორ შევქმნა დიდი ღირებულებები, ან როგორ მივაწოდო, შეიძლება მცირე ღირებულებები, მაგრამ დროის მოკლე მონაკვეთში, ბევრ ადამიანს, ადამიანები სიხარულით გადამიხდიან. არა იმიტომ რომ უპატიოსნო ვარ, იმიტომ რომ ბევრის პრობლემას ვაგვარებ, ან ბევრის ხოვრებას ვაუმჯობესებ. ამიტომ თუ საუბრობთ ბევრ ფულზე, რომელიც კრიმინალთა არ ვიცი, მაგრამ თუ საუბრობთ ბევრ ფულზე, ამ გზით მოსულზე, საინტერესოა. კი. იმიტომ რომ წინა ეტაპებზე, ესე იგი, მე რაღაცას შევქმენი ჩემი კრეატიულობით, ისეთი, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია. მე მოვედი და გაძლევ. და ფულს, რომელსაც მიხდი, ადასტურებს ფაქტს, რომ მე შენ სიკეთე მოგაწოდე. ეს სიკეთე მე ჩემთვის არ დავიტოვე, გავაზიარე და თუ ვაზიარებ, თუ დიდ სიკეთეებს ვაზიარებ, სიმდიდრე არის, უნარი შევქმნა სიკეთეები საკუთარი თავის გარდა სხვებისთვის. ზუსტად იცი რა არის ეს ჩემო გზაურობაზე რო გიყვებოდი, აქაც მე გითხარი რომ ეს მე თვითონ რო ვიგრძენი რა მაგარი მდგომარეობაა, მე მომიდა ამის გაზიარება. და მე გინდა რომ აი ეს მდგომარეობა რომ ვაუ ნახე რა მაგარია და ამის solution გადაწყვეტის გზა მე მაქვს, აი მოვიტან შენამდე. და ამას აკეთებ წრფელად და გულით. და სხვათა შორის მქონია ცხოვრებაში ისეთ მომენტები, რომ მიკეთებია ის, მაგალითად მქონია რაღაცა რესტორანი, სადაც ალკოჰოლიც იყო, ხო? აი ალკოჰოლს მე ჩემთან ვერ მოდიოდა, რომ არ მჯეროდა, რომ ამით ვიღაცას ვეხმარები. რა თქმა უნდა, იქ მან არ გაამართლა, იქ არაფერი არ გამოვიდა, იმიტომ რომ მე არ მჯერა, რომ ალკოჰოლით ვიღაცას ვეხმარები. დაახლოებით იგივე შეიძლება მქონდა, როცა სარეკლამო ბიზნესი მქონდა წლების წინ, ფლაიერების გავრცელების სერვისი მქონდა, მხოლოდ ჩვენ რა, ну, მე ალბათ ვიღაცაებსაც, მაგრამ როცა ჩვენ გავაკეთეთ, მაშინ როგორც სერვისი არისო რა. ერთადერთი რასაც არ ვემსახურებოდით, იყო თამბაქოს რეკლამას არ ვაკეთებდით. აზარტული თამაშების რეკლამას არ ვაკეთებდით და კიდე რამდენიმე პოლიტიკურ რეკლამას არ ვაკეთებდით. არ და ყველაზე დიდი ფული მანდიყო. იმიტომ რომ არ მჯეროდა რომ ეს რაც სასიკეთოს ემსახურებოდა. ხო, აი ზუსტად ეგ წერტილია და რამდენად მნიშვნელოვანია რომ ეს გულწრფელი ხაზი, შენი მორალური ხაზი დაიჭირო ადამიანმა. და ხო მოდი ბარემ აქვე გკითხავ რომ აი რატომღაც საქართველოში ჯერათ რომ საქართველოში ფულს ვერ იშოვი. შენი აზრით ესეა და თუ არ არის, რატო არ არის ეს? იშოვება საქართველოში ფული? ნახე,
საქართველოში ფულს ვერ იშოვი, ამაში სავარაუდოდ იგულისხმება ის, რომ არსებობენ ადამიანები, ვისაც აქვთ რაღაც პრობლემა და არ აქვთ ფული. თუ ვარ გარემოში, სადაც ბევრი ადამიანია, ვისაც პრობლემა აქვს. მე თუ შენს 5000 ლარიან პრობლემას გადავჭრი 1000 ლარად. და თუ შენაირი იქნება ძალიან ბევრი. ვიშოვი თუ არა ფულს? რა თქმა უნდა. და იქნება თუ არა ეს ძალიან მორალური, იმიტომ რომ ნახე, მეტყვი თუ არა რომ ცუდი ტიპი ვარ, თუ მაძლევ 5000 ლარს, არა, მე გაძლევ 5000 ლარს და შენ მაძლევ 1000 ლარს. ხო, კაი ტიპი ვარ. რა თქმა უნდა. თუ მომცემ 50000, მაგალითად, თუ მომცემ 10000, მოგცემ 50000. ღირებულებას გულისხმობ, ხო, ღირებულებას შედეგად არავინ არ ვყიდულობთ რაღაცებს, თუ ის არ ემსახურება უფრო დიდ მიზანს. 100 ლარს რო რაღაცაში ვიხდით, ეს ფაქტი ადასტურებს იმას, რომ რასაც სანაცვლოდ ღებულობთ, უფრო მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ რომ 100 ლარში არ გავცვლით. არც 99-ში არ გავცვლით. ვცვლი მაშინ, როცა ის, რასაც სანაცვლოდ ღებულობ, უფრო მაღალ ფასს ატარებს, უფრო მაღალი ღირებულებისა, ვიდრე ის ფული, რომელსაც მაშინ ვიხდი. ყველაფერი ეგრე გვაქვს ნაკეთი. კარგი, ესეთ კითხვას დაგისვამ. შენი აზრით, სიღარიბეს სისტემა ქმნის თუ ადამიანის ფსიქიკა? აი ამ რწმუნებულებებზე ბევრს ლაპარაკობდით ცოტა ხნის წინ. თავიდან მკითხე? შენი აზრით, სიღარიბეს ადამიანის აი სისტემა ქმნის, რაზეც ვსაუბრობდით, რომ ეს სისტემა და განათლება და ამბავი თუ უფრო ფსიქიკა და რწმუნებულებები? ესე იგი, ცოტა სხვანაირი ფორმულირება რომ მივცე კითხვას, რომ სწორად მივხვდე. ადამიანები იმიტომ არიან ღარიბები, რომ სისტემამ განაპირობა მათი სიღარიბე. თუ მათმა ფსიქიკამ და მენტალობამ. ხო, ეგ მეორე პარალელური სცენარია, ნახე? ნახე რა ვფიქრობ? ადამიანები, ვინც დღეს ფიქრობენ, რომ ღარიბები იმიტომ არიან, რომ მაგალითად სისტემა ებრძვის რაღაცით, სინამდვილეში შეიძლება მართლა ებრძვის, მაგრამ ღარიბი იმიტომ არ არის, რომ სისტემა ებრძვის. ღარიბი იმიტომ არის, რომ არ აქვს ცოდნა, როგორ გამოვიდეს სიღარიბიდან, მაშინ როცა სისტემა ებრძვის. თუ უფრო კარგად ჩავშლით, როგორ აღარიბებს სისტემა, თუ აღარიბებს, მე ვფიქრობ, რომ შენს კითხვაში იყო ისედაც პასუხი. სისტემა, განათლების სისტემამდე მივდივართ, იმიტომ რომ ფსიქიკაზე, გონებაზე, აზროვნებაზე თუ მივდივართ, ვლაპარაკობთ განათლებაზე. თუ სისტემა შექმნის ისეთი განათლების სისტემას, რომელიც ადამიანებში ჩააყენებს სიღატაკის აზროვნებას, ადამიანები გააღატაკებს თავიანთი არასწორი განათლება, არაეფექტური განათლება. შესაბამისად, სისტემა აღარიბებს ადამიანს იმ ფორმით, რომ არ აძლევს იმ ცოდნას და განათლებას, რომლითაც ადამიანს შეუძლია რომ იცხოვროს ღირსეულით კი არა, აი გადარჩენისთვის არ იცხოვროს. თავის გასატანად არ იცხოვროს ხოლმე. საუბრისას ახლა კიდე ესეთი პარალელი გამიჩნდა უცბად აზრად მომივიდა. არც ევროპაში რომ მიდიხარ და ასე შემდეგ, ჩემთვის ყველაზე დიდი შოკი იყო ის, რომ არ მესმოდა სიგნალი, არ იყო არცად საცობი, ყველა ძალიან ანუ ნახე არ იყო ეკოლოგიურ სისუფთავეს რო ვითხოვთ, გერითი სისუფთავეც ძალიან მნიშვნელოვანია და რატო ამბობ ამას? როცა ხარ გამუდმებულ სტრესში და ვთქვათ, რომ სიგნალი ნერვული სისტემისთვის სტრესია, წარმოიდგინე დღის ბოლოს როგორ შედიხარ სახლში. როცა ხარ გამუდმებულ სტრესში, მარტო სიგნალიც არ არის, ხო, როგორ სტრესული მდგომარეობა, შენ ნერვული სისტემა გადადის გადარჩენის რეჟიმზე. ამ გადარჩენის რეჟიმზე თუ დიდხანს ხარ, მერე იწყება ეს დაავადებების და შფოთვების და მთელი ჯაჭვური კომპლექსი შემოდის პრობლემების. ვეღარ ხარ კრეატიული ამასთან ერთად. აღარ შეგიძლია გადაწყვეტილების, აი ჯანსაღი მიღება, სწორი გზით წასვლა, შემოქმედება იკეტება შენში. შესაბამისად, აი ძალიან გული მწყდება, უბრალოდ რაღაცნაირად საქართველოს რო ბრუნდები ხომ მგონია, რომ ყველაფერი მიზანმიმართულად არის გაკეთებული იმისთვის, რომ ჩემი შემოქმედებითობა, ჩემი კრეატიულობა, ჩემი რესურსი, ჩემი პოტენციალი ვერ გამოვიყენო და ვიყო დაძაბული და დასტრესილი და აი რაღაც ამ გადარჩენის რეჟიმზე. ყველა ქვეყანას აქვს თქო, ძალიან ბევრს ფიქრობდი ამაზე, თავისი სული რაღაცა ენერგეტიკა, არ ვიცი, დუბაი ფინანსური კეთილდღეობა, ინდოეთის სულიერება, რაღაც ამერიკას შესაძლებლობა და საქართველოსო ფიქრობდი და გადარჩენა არის. აი, როგორ ვიარსებო არის საქართველოს რაღაცნაირი სული თქო,
ზანგული მწყდება ხო, მოსაუბრად. იმიტომ როცა მშია მუსიკას ვერ დავწერ რა, როცა მშია შენს პრობლემაზე ვეღარ კონცენტრირდები და თუ ვერ კონცენტრირდები შენს პრობლემაზე და მისი გადაჭრის გზებზე, ესე იგი ვერ ვიცლი იმისთვის, რომ შევქმნა რაღაცა შენთვის, გაგაგებინო რომ შევქმენი, ამით დაგეხმარო და ამითი მეც გავიუმჯობესო ფინანსური მდგომარეობა. კი. და მეც მანდვარ რომ მიზანმიმართულია და კონკრეტულ ნახე ეს არ არის უბრალოდ თეორია რომ მიზანმიმართულია რა თუ ადამიანს ასწავლი რომ დროფულია და მძიმე ფიზიკური შრომა უდრის მეტ შემოსავალს ადამიანები დაიწყებენ დროის ფულში გაცვლას და ყოველ ჯერზე თვიდან თვემდე გაღატაკდებიან იმიტომ რომ ძვირიან სული იაფიანში ხო თუ ადამიანს ასწავლი რომ მძიმე ფიზიკური შრომა თუ ასწავლი რომ ფიზიკური შრომა წარმატების საწინდარია, მეტი წარმატებისთვის ან მეტი შემოსავლისთვის ადამიანები უფრო მძიმედ დაიწყებენ შრომას. და მძიმე ფიზიკური შრომა გამოფიტვის რეცეპტია და არა მეტი წარმატების. თქმა უნდა. შესაბამისად, განათლების სისტემა ამ ორ რაღაცას გვასწავლის წლების განმავლობაში. დროფულია, მძიმე შრომით უნდა გახვიდე ფონს და მახია. კი. ეხლა ეს კითხვაც გქონდა, რომ აი ფული ენერგიაა და რას ნიშნავს ეს საქართველოში რა? რეალურად წეღანად საუბრობდით და ამაზეც ვისაუბროთ, რომ ეს ბარტერის პრინციპიდან საიდან მოდის და ასე შემდეგ, ძალიან საინტერესო პერსპექტივა შემომთავაზე. ამას მოვისმენდი პირველი და აი როგორ აღიქმება ფული, რომ ენერგია საქართველოში ესეც რაც იდეაში ნაწილობრივ ეხაც თქვი. ნახე იმ დღეს რომ გამომიგზავნე შენი ნაწერი რომ დაახლოებით ესე ვფიქრობ რომ წავმართოთ საუბარიო მინდოდა მეკითხა რას გულისხმობდი ფული ენერგიაში მე კი გავიარეთ გარკვეულწილად მაგრამ კიდე ერთხელ თუ გავივლით მაგ ფორმით უფრო გასაგები იმიტომ რომ ჩემთვის გაუგებარია ვინმეს რო ეთქვა რომ ფული ენერგია ცოტა ხნის წინ ვერ გავიგებდი ჩვენი საუბრის მერე დალაგდა აი ზუსტად ეს რომ ბარტერის პრინციპი რომ რაღაცა ღირებულს ხიდი და მე ეს როგორ გადაითარგმნა საქართველოში რომ ეს ღირებული წეღან რაც თქვი არასწორად გვასწავლეს. ბარტერიდან დავიწყოთ მაშინ, ნახე? წეგან საუბრობდით, რომ როცა ფული არ არსებობდა, რომ ნახოთ ფული რა არის, უნდა ვნახოთ ფულმა რა შეცვალა, რა პროცესი ჩაანაცვლა და თუ ამ პროცესს დავინახავთ, მივხვდებით ფული რა შვება. ანუ როცა ფული არ იყო, შენ თუ რაღაცა სიკეთეს ქმნიდი, და გინდოდა რომ ეს სიკეთე გაგეცვალა სხვის შექმნილ სიკეთეში, ეძებ მაგალითად კიტრი მოყავს და გინდა პომიდორი. და უნდა იპოვო ტიპი, ვისაც პომიდორი აქვს და კიტრი უნდა. და მიპოვე მე პომიდორი კი მაქვს, მაგრამ კიტრი არ მინდა, სტაფილო მინდა. და ვერ ვცვლით. და დრო იკარგებოდა, სანამ ნახავდი პომიდორიან ტიპს, ვისაც კიტრი უნდა და დრო იკარგებოდა. და მე ვიღაცამ მოიფიქრე რომ მოდი რაღაცა მედიატორული ღირებულების სერტიფიკატი შევქმნათ, რომ შენ რომ პომიდორი გაქვს, მე შემიძლია შენ ფული მოგცე და შენ ამ ფულით ჩემგან იყიდო, არ ვიცი, რაც გინდა. და მეც იგივე გავაკეთო. ანუ ფულმა დაასწრაფა დაბარტერების პროცესი, დაგვიზოგა დრო და ატარებს ერთადერთ ინფორმაციას, რომ მე რაღაცა სიკეთე, რაც ჩემს მფლობელობაში იყო, გავეცი სხვისთვის. სულ ეგ არის. ენერგია თუ ამ გაგებით არის, იმიტომ რომ ყველა სიკეთე ან დროს გვაზოგინებს, ან ენერგიას, ან რაღაცის გაუმჯობესებას ემსახურება და ყველაფრის გაუმჯობესებას სჭირდება ენერგია. თუ ფულს ვიყენებ ამ ენერგიის დასაზოგად, ფულმა შეიძლება ვთქვათ, რომ ფული ამ ენერგიას ატარებს. არ ვიცი თუ ესე ვითხოვდით, რომ ძალიან ფილოსოფიურად არ მესმის, ხო ხდები ეგ საქმე. ძალიან კარგადაც გესმის, მე ვიტყოდი, რომ ზუსტად ძალიან კაი წერტილებს შეეყე. იცი რა მინდა კითხო, შენთვის რა არის ხოლმე ინდიკატორი იმისი, რომ აი რამდენად ღირებულია რაღაც, აი რა გაძლევს ამის შეგრძნებას? ორად ორი რაღაცა. როცა რაღაცა ღირებულს ვქმნით, ის რომ ეს რაღაცა ღირებულია, ეს არის ვარაუდი. და ამ ვარაუდს ჭირდება ფაქტებით დადასტურება. და ფაქტი არის ერთადერთი. მე ვქმნი თუ არა შენთვის ღირებულს, ამ რაღაცას დაადასტურებს ერთადერთი რაღაცა. როცა ამას მოგაწოდებ, თუ ამან შენი ცხოვრება გააუმჯობესა, ესე იგი ეს იყო ღირებულება. მაგრამ თუ შევქმენი რაღაცა, გამოვიტანე ბაზარზე. ვაკეთებ შეთავაზებას, ვთავაზობ ხალხს, მაგრამ პრობლემა რასაც ეს პროდუქტი ან სერვისი წყვეტს, არავის ეგ პრობლემა არ აქვს, შესაბამისად არავისთვის ღირებულებას არ წარმოადგენს.
სულეგარი. კარგი. და ნახე, ცოტა უფრო კონკრეტულად რო ვთქვა. რითი მივხვდე რომ ღირებულს ვქნი. თუ ხედავ რომ ბევრი ადამიანის პრობლემას ხვეწ და თუ ხედავ რომ ადამიანები ვინც ეს შექმნილი სიკეთეები მოიხმარეს, ბედნიერები არიან. ჩემი ვარაუდი რომ კაის ვქმნიდი ფაქტებით დადასტურდა. ანუ ფიდბექიც გვაძლევს ხოლმე მაგის შეგრძნების ამბავს რა, რომ უკვე შეგრძნება აღარ არის, ხო ხდები ფაქტია. ფაქტია. ნახე, ძალიან ხშირად სადაც კომენტარებში მაგალითად მომიკრავს თვალი, რომ ეიცი რა ამ ტიპმა რა უნდა გვასწავლოს და არაფერს არ ასწავლის და ამ შემდეგ. ჩემთვის თავარია, რომ ეგ ფიდბექი, ეგ უკავშირი არ მოდიოდეს მომხმარებლისგან. ხო. და ეხლა ვიღაცა წაუკითხავით წიგნის შინაარს ყვება და არ მოწონს, ეგ არ არის საინტერესო. ხო, შენი აუდიტორია თუ არის, მაინც არ მოაშენებდი, ანუ არ არის როდის შენი აუდიტორია და ხა იმის რას დაწერს და როგორ დაწერს იდეაში რა მნიშვნელობა აქვს. ნახე როგორ წერტილს მინდა შევეხო, აი scarcity programming როგორ არის ქართულად, აი რაღაცა დეფიციტურობის პროგრამირება. შიშის პროგრამირება, აი შიშიდან რომ მოდიხარ იდეაში, რომ აი თუნდაც ფული ჭუჭყია, თუნდაც ვაიმე ცუდი ადამიანი არ გავხდე. აი ესეთი რაღაცები ყველაზე მეტად რა გვაქვს დაპროგრამებული ტვინში, შენი აზრით და უფრო მეტად როდიდან დაიწყო ეს? არის ალბათ იცი რა მე ვფიქრობ რომ გაცილებით ცოტა რაღაცეები გვაქვს დაპროგრამებული არასწორად უბრალოდ ეს იმდენად მნიშვნელოვანი რაღაცეებია რომ ცხოვრების სხვადასხვა სფეროში გავლენას ახდენს ანუ პრობლემა შეიძლება ერთია არის ფეხსაცმელში მაგ კენჭი ჩაგდებული პრობლემა ძალიან მარტივია რა მაგრამ თუ არ გამოვასწორე ვერ დავრი ვარ ცუდ ხასიათზე ვარ ვერ კონცენტრირდები ვერ არ ვიცი არ მერგება არაფერი და ასე შემდეგ უხეში ვარ რატო იმიტომ რომ პატარა რაღაცა მაწუხებს რომელიც ბევრ რაღაცაზე ახდენს გავლენას როგორ კარგად ყვები განათლების სისტემამ ნახე რეალურად არ გვესმის მართლა კარგად ალბათ რა არის განათლების სისტემა განათლების სისტემა არის საოპერაციო სისტემა იგივენაირი როგორიც არის კომპიუტერში როგორი რამდენად ფუნქციური იქნება კომპიუტერი, დამოკიდებული არა მხოლოდ მის ტექნიკურ მახასიათებლებზე, დამოკიდებულია პროგრამულ უზრუნველყოფაზე. შესაბამისად, თუ წუნიანი პროგრამაა ჩაწერილი, გამოუსადეგარს ხდის, როგორი მაგარი კომპიუტერიც გინდა გქონდეს. პროგრამა მოყავს ეს ეფექტურ მოქმედებაში. ჩვენ ყველაფერი შეგვიძლია, მაგრამ იმის გამო, რომ წუნიანი პროგრამა გვაქვს გონებაში ჩაწერილი. ძალიან არაეფექტურები ვართ ამ მართლა ძალიან მაგარ სამყაროში. ეხლა ნახე რა მაგარი პარალელი მომივიდა უცბად, აი თუ ხსმენია ჩაკრებზე რამე ამ ენერგიულ ცენტრებზე, ზუსტად ეგ არის, რომ ჩათვალე ეს არის შენი დიდი კომპიუტერი და ესენი არის ჩალაგებული დისკები, პროგრამები, რაც სხვადასხვა ასაკებში ჩაგიპროგრამდა, ჩაიწერა ასე ვთქვათ და აი რო ამბობ წუნიანი პროგრამა, რო იზრდები ეს შენი რწმუნებულებები, იმას გიშვება ზუსტად გაჩვენებს, რომ ეს აღარ მუშაობს, წუნიანია, დასაბდეითებელია, შესაძლელია. და როცა სიმპტომურად გრძნობ ამ რაღაცას წეღან, როგორი ფანტასტიკური მაგალითები მომიყვანე, აი სიმპტომურად რომ სადღაც ესე იგი უკვე მინთებს ამ ნატურას, ხო? ზუსტად მაგ დროს ჩადიხარ აქ და იწყებ იმის, ასე ვთქვათ, შესწავლას, რომ აბა სად ვისწავლე და მოდი ახლა ამას გადავწერ. მარიშა, ეგეც კარგ შემთხვევაში. ხო. მაგრამ სულ შემთხვევაში ხდება ის, რომ ნახე მანქანის იმას რო ეძახიანად ციფერბლად წინ რა. ახლა წარმოიდგინე რომ საწვავი რო გიმთავრდება, საწვავს კი არ გინთებდეს. არ ვიცი, წყალი გაკლდებაო გინთებდეს, წყალი რო გაკლდება ბენზინი არ ყოფნის ამას გინთებდეს. ნახე თუ ინდიკატორებს ხო, თუ ინდიკატორებს ავურებთ ადამიანებს, პრობლემები კი ექნებათ, სიმპტომები კი ექნებათ, მაგრამ ვერ გაარკვევენ გამომწვევ მიზეზს. შენ ასაც საუბრობ არის ის რომ იცი რა რაღაც პერიოდში რომ ცხოვრება სიგნალებს გაძლევს ამით ხვდები სად გაქვს სამუშაო ეგ ბაშინოზე ინდიკატორები არ არის არეული ხო და ჩვენთან არეულია სიღარიბე ითვლება სულიერებად ანუ სიგიჟია კი ნამდვილად რაღაცა თითქოს წმინდა არის როდესაც
ვაიმე, აი ღარიბია და ძალიან გაფუჭებული და ცუდი ადამიანია, როდესაც დიდარია. პირობითად დიდარიც რა არის, ხო? ხო, ნუ ქვეყანაში სადაც გადარჩენაზე ფიქრი უფრო მეტია, ვიდრე რაღაცის შექმნაზე, ძალიან რთული არის. ეს კითხვაც ახლა ავტომატურად წამოვიდა, რომ აი რა განსხვავებაა შენი აზრით ზუსტად ამ სამსახურს და ღირებულებაზე დაფუძნებულ საქმიანობას შორის? მოდი გიპასუხებ მაგაზეც. უბრალოდ წეგან ნახეს არ მინდა ის გამოვიდეს, რომ თითქოს ყველა ღარიბი სიღარიბეს და სიმდიდრეს არანაირი კავშირი არ აქვს, კეთილი ხარ თუ ბოროტი ხარ. სიმდიდრეს და სიღარიბეს ადასტურებს ერთადერთ ფაქტს. ქმნი თუ არა სიკეთებს საკუთარ თავის გარდა სხვებისთვის. თუმე ფული არ მაქვს, ნიშნავს, რომ არანაირ სიკეთეს არ ვქმნი სხვებისთვის. შეიძლება ძალიან მაგარი პროფესიონალი ვარ ჩემი საქმის. არის პურის მცხოველი ვარ სამყაროში ყველაზე მაგარი. რეცეპტი მაქვს ისეთი, რომ უბრალოდ ამაზე მაგარ პურს ვერ გასინჯავ. მაგრამ თუ ამ რეცეპტით პურს ვაცხოვ მხოლოდ ჩემი თავისთვის, მაქსიმუმ შიმშილით არ მოვკვდები. მაგრამ თუ მილიონი კაცისთვის ვაცხოვ, მაშინ გამდიდრდები. რატო? იმიტომ რომ სიკეთეს ვქმნი საკუთარი თავის გარდა სხვებისთვის. უფრო მეტიც იმდანად მაგარ სამყაროში ვცხოვრობთ, რომ ტიპი შეიძლება იყოს ბოროტი, მაგრამ თუ აქვს რაღაცა ბიზნესი, რომელიც სხვების პრობლემას წყვეტს, აგვარებს. მაინც მდიდრდება. იმის არ იყოს რა, ხეხილი გაქვს შენს და მეც. მე თუ ბოროტი ვარ და დავთესავ, ჩემთანაც თუ სწორად მოვლი მეც მომცემს ნაყოფს. კი. ან კავშირი არ აქვს, ხო ხდები სიუხვის და დოვლათის ტრანზაქციას ჩვენს პიროვნულ თვისებებთან. უბრალოდ თუ კაი ტიპი ხარ, ბევრად ჩემი აზრით ხელი უფრო მოგემართება ალბათ. ოღონდ ამაში არ გულისხმობ იმას, რომ სიკეთეს იმიტომ ვაკეთებ, რომ ხელი მომემართოს, ხო ხდები, ანუ მესმის კი და ძალიან საინტერესო არის რომ ხო ესე ამბობენ რომ სამყაროს საერთოდ არ აინტერესებს შენი მორალი. თავარია ის თვით შეგრძნება, ღირებულება, რომ მართლა ღირებულს ვქმნი, ანუ თუნდაც ის ბოროტი ტიპი რომელმაც იცის რომ რაღაცა ისეც აკეთებს, რაც ხალხს ჭირდება და პრობლემას უგვარებს, ეს ამბავი, მორალური ამბავი გაწეულია. სამყარო აღიქვავს ენერგიას. ცოტათი ხო უსამართლოდაც კი ჟღერს ხოლმე, მაგრამ ნუ ფაქტიც ესეა ხო, აი ძალიან ბევრი გვინახავს, რომ რაღაცა ნუ არ არის კაი ტიპი რა, მაგრამ ძალიან დიდარია, თქვათ, პირობითად. ნახე, ერთ მხარეს შევეხებოდი, რაც სამწუხაროდ ასევე განათლების სისტემამ ჩაგვინერგა. უყურე, თუ მაგალითად ტიპი ბოროტია, შეიძლება ხნას გასამდიდრებლად შეიძლება ხნას ესეთი რაღაცა. ან თუ ბოროტია ნიშნავს იმას, რომ ადამიანები არ უყვარს. ხო, დაახლოებით ესე მარტივად რო ვისაუბროთ რა. მე თუ ბოროტი ვარ და თუ ფული მიყვარს შენზე მეტად, იმისთვის რომ გადავჭრა შენი პრობლემა, შეიძლება მე შეგიქმნა პრობლემა რომ მე გადავჭრა. ანუ რა გასაჭირია ისედაც სავსეა სამყარო პრობლემებით. ხო. არა იმიტომ რომ და ეს არ არის ცუდი, მაინც და მაინც. მაგალითად ის რომ შენ გადაწყვიტე რომ პოდკასტი ჩაგეწერა და ამითი ადამიანებამდე შენი გამოცდილება გაგეზიარებინა, ეს რო გადაწყვიტე, ამან ახალი პრობლემა შექმნა. ოპერატორი გჭირდება. ნახე, ყველა გადაჭრილი პრობლემა ახალი შესაძლებლობაა. კი. პრობლემებს არ ჭირდება მომრავლება, ისედაც ახალი საჭიროებები, როცა ძველს ჭრი, ახალი ზედაპირზე ამოდის. კი, ძალიან სწორი. მარტივი მაგალითი ვთქვათ. ვიღაცამ მოიფიქრა მანქანა, გამოიგონა მანქანა. ის ფაქტი, რომ მანქანა ვიღაცამ შექმნა, ამან ახალი საჭიროებები გააჩინა. ხო, თანამდენი. ვიღაცას საბურავების წარმოების შესაძლებლობა მისცა, ვიღაცას აწყობის, ვიღაცას შეღების, ვიღაცას მოვლის, ვიღაცას არის ტყავის სავარძლების დამზადების. ნახე, ის რომ რაღაცა პრობლემა გადაიჭრა და უკეთესი ტრანსპორტი შეიქმნა, ამან უფრო მეტი შესაძლებლობა გააჩინა, რომ ღირებულებები შეუქმნათ. და პრობლემას არ ჭირდება შექმნა, ისედაც მრავლდება. თავისით არის. ხო და აქედან მორალი მოდი ვიზრუნოთ იმ პრობლემების გადაჭრაზე, რაც არსებობს და აღარ შევხვდეთ ჩვენ თვითონ რაღაც ახლები. ხო, უბრალოდ ამისთვის უნდა მიყვარდე. იმიტომ რომ მართლა მჯერა რომ ამისთვის ვარ შექმნილები. იცი რა მინდა კითხო და კაცის პერსპექტივიდან უფრო საინტერესო იქნება, ალბათ დამეთანხმები, რომ ქალში უფრო მეტად არის ეს ფულთან ურთიერთობაში ბლოკები. აი შენი აზრით რატო გვაქვს ქალებს უფრო მეტად ეს ფულთან ურთიერთობის ბლოკები? რატო შეიძლება იყოს ეს?
ახი, ჯერ მეუბნები რომ ქალებში უფრო მეტად არისო, ეგ არ არის ჩემი აზრი, შენი დაშვება და მე მეკითხები რატო ესეო და მე არ მგონია რომ ეგრეა. არა, იცი რა არის? ზოგადად ქალს მასკულინური ამბავი უფრო არის, კაცური ამბავი უფრო არის, ხო? თვითონ კორპორაციაც კაცის მოგონილია, ხო? ეს კეთებაც, რაღაცა დისციპლინა, სტრუქტურა, მთელი ეს ამბავი უფრო კაცური ენერგიასთან ასოცირდება. 21 საუკუნეში კი ყველაფერი სხვადასხვანაირად არის და ამ ენერგიებზე ბევრ საუბრობ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ქალი არის უბედური ცოტა უხეში სიტყვა არის, მაგრამ ვერ გრძნობს თავს კარგად, იმიტომ რომ აკეთებს კაცის საქმეს პირობითად და არ იცის როგორ დააბალანსოს თავისი ფემინური მხარე, მაგრამ ქალში ბუნებრივად დევს ისეთ რაღაცები, რაც შეიძლება ნაკლებად იყოს კაცში. Რა თქმა უნდა, კაცშიც არის, მაგრამ აი ნახე რას გულისხმობ, შეგრძნება იმის, რომ შენ თავს რაღაცას უკეთებ და ვაიმე ჩემ შვილს ქალში უფრო მძაფრად შეიძლება იყოს, ხვდები, რომ გავაკეთო ძალიან ბევრი ფული პირობითად და ვაიმე ცოტა მცხენია ჩემ ძმაზე მეტი რომ აქვს, ძმას უარ მყავს პირობითად ვამბობ, ხო ხვდები, ქალს უფრო აქვს რაღაცა ეს სირცხვილის და დანაშაულის შეგრძნებები მძაფრად, ჩემი დაკვირვებით. ალბათ კულტურის ამბავია, ნახე, ანუ აუცილებელი არ არის რომ ვიღაცა დაგვიჯდეს და პირდაპირ გითხრას რაღაცეები. თუ ცხოვრობთ გარემოში, სადაც ვისმენთ ან ხედავთ ამბებს, სადაც კაცებს მეტი შეუძლიათ და ქალებს არ შეუძლიათ, ვითომ არაფერი და ვითომ ამბავი იყო, მაგრამ ამან ჩემში იდეა ჩათესა, რომ ქალები სუსტები არიან, კაცები უფრო ძლიერები არიან. სუსტები და როცა ვლაპარაკობთ სისუსტეზე და სიძლიერეზე, პირველ რიგში ვსაუბრობთ ალბათ ფიზიკურ მონაცემებს. და ღირებულებების შესაქმნელად ფიზიკური მონაცემები მე-10,000 ხარისხოვანია. შენშიც კრეატიულობაა ჩადებული, ჩემშიც კრეატიულობაა ჩადებული, როგორც თესლი. თუ შენ რწყავ და ული ამ თესლს, იძლევა მშვენიერ ნაყოფს და მეც იგივეს ვაკეთებ, იძლევა ნაყოფს. სისუსტე და სიძლიერე უბრალოდ უადგილოა თუ არ ვსაუბრობთ ფიზიკური ძალით ღირებულებების შექმნაზე. და ფიზიკური ძალით ღირებულება ჩემი აზრით აღარც კაცმა უნდა შექმნას, არა იმიტომ რომ ცუდი, უბრალოდ ძვირად ღირებული გზა არის ღირებულებების შესაქმნელად, იმიტომ რომ იყენებ დროს, იყენებ ენერგიას, ორივე არის შეზღუდული რესურსი და მათი ნამრავლი ვერ მოგცემს შეუზღუდავ რესურსს. ანუ რაღაც იგივეა რომ გასათფობად ახლა ფული დავწვათ, იმიტომ ხო ათფობთ, ძვირი ჯდება თორე ათფობს და იყოს. კი, ძალიან სწორია. იცი რა მინდა კიდე კითხო, თუ იყო შენშიც ეს რაღაცა შემზღუდავი რწმუნებულებები, რაც გიშლიდა ხელს, თუნდაც განვითარებაში, თუნდაც შენი პოტენციალის გამოყენებაში, თუ იყო ეს რაღაცა გამოწვევები, აი იმ პროგრამირებით, რაც თქვათ, ფული ხელის ჭუჭყია და ფული მხოლოდ ცუდ ადამიანებთან მიდის, ან ცუდი ადამიანები ხდებიან, რაღაცა მსგავსები. იცი რა, პირველივე კურსიდან ალბათ მახსოვს რომ სულ ვმუშაობ, ან რაღაცას ვაკეთებდი რა, შესაბამისად მალევე დავამოღამე რომ თუ რაღაცას ვაკეთებ, თუ ეს საკმარისად კაია სხვისთვის, ამაში ადამიანები იხდიან. სულ ერთია დაცვად მუშაობდი, სამრეცხაოზე მენეჯერად მუშაობდი, მრეცხავადაც მიმუშავია. სულ ერთია მიხდიან ჩემ შექმნილ სიკეთეებში. და თუ დავსვამ კითხვას უკეთესად, როგორ შევქმნა მეტი სიკეთე, რომ მეტი გადამიხადონ, უკვე რა ბლოკების ადგილი აღარ რჩება, ხვდები? კი, ან ძალიან სწორი გზით წახვედი, მე ხარ როგორც რჩება შტაბ-ეტელება, რომ თითქოს აი ეს რაღაცეები არ ყოფილიყო ზედმეტად შემაწუხებელი შენ ცხოვრებაში. ყოველთვის მომწონდა, ბავშვობაში არ იყო ისე, რომ რაღაცები გვაკლდა, მაგრამ არც ისე იყო, რომ სხვის რაღაცაზე მაგალითად გული არ დამწყვეტო და რა იყო პერიოდები, როცა ვიღაცებს რაღაცები ისეთი ჰქონდათ, რაც მეც მინდოდა. და ჩემთვის გასაგები იყო, რომ თუ რაღაცები მინდა, ჯერ უნდა შევქმნა რაღაცები, რაც სხვას უნდა, იმიტომ რომ რასაც გავცემ ის არის ჩემი, რასაც დავთესავ იმას მოვიმკი, შესაბამისად თუ მე ის მინდა რაც შენ გაქვს, უნდა შევქმნა რაღაცა, რაც შენ გინდა და მე შემიძლია შევქმნი. და ეს ფოკუს გატანინებს უკვე საკუთარ თავზე. აღარ ველოდები ვინას მომცემს, სად მომცემს, რა შეიცვლება, როგორ შეიცვლება. კი, ძალიან სწორი არის, შეივსე ჯერ შინაგანად და მე ვფიქრე ჯიბების შევსებაზე უნდა თქვა მე და ძალიან ვეთანხმები ამას. იცი როგორ საინტერესო კითხვა მინდა დავსვა და მე მაგალითსაც მოვყვები. აი რო იყოს ფული ადამიანი.
და ეხლა შემოვიდეს აი აქ ოთახში. რა დამოკიდებულება გექნებოდა? ან როგორ შეხვდებოდი, ან რას ეტყოდი? აი რაღაცა მარტივად რა, შემოვიდა ფული და ერთ-ერთი ყველაზე აი რაღაცა რაც ცხოვრებაში ალბათ შემიძენია არის ის რომ არ დავიწყო პასუხების ზებნა არასწორად დასმულ კითხვებზე. იმიტომ რომ კითხვა ჩემთვის გაუგებარია. ნახე რას გულისხმობ. ფული რო იყოს ადამიანი, ანუ აი პიროვნება არის ფული და შემოვიდა. არა, მოდი ჯერ შევხედოთ რა არის ადამიანი. ადამიანი არის ცოცხალი არსება, რომელიც სხვა ცოცხალი ფიზიკური არსებებისგან განსხვავდება იმით, რომ არის ღმერთის მსგავსი. არის კრეატიული, აქვს კომუნიკაციის უნარი და კიდევ ბევრი თვისებები. ეს ვიღაცა ამ თვისებას ვერანაირად ვერ გავაიგივებთ ვერც ერთ არა ცოცხალ ან არასულიერ რაღაცასთან. ამიტომ მართლა ვერ ხვდები რომ ვერ ვაიგივებ უბრალოდ. მოდი მოგიყვები მაშინ ისტორიას და შეიძლება უფრო მეტად მკაფიო გახადოს ჩემი კითხვა. ესეთი კითხვა დაისვა. არ მახსოვს რომელ პოდკასტში იყო ძალიან ცნობილი პოდკასტია, მოკლედ ერთ-ერთი და საუბრობდნენ ამაზე და იმდენად მომეწონა რომ ძალიან მინდოდა ეს კითხვა დამესვა. ამ კაცმა გასცა პასუხი რომ ეს კითხვა დაუსვა ბიჭსო, პატარა 21 წლის ბიჭსო არ მახსოვს და გამცა ესეთ პასუხიო, რომ არ ვიცი თავიდანვე ცოტა ვითომ არ შევიმჩნევდიო ამ ტიპსო. აი პიროვნებად შემოვიდა ეს არ შევიმჩნევდიო, ვითომ ბართან სვავდი ან რაღაცას შვებოდიო. მერეო ძალიან კომპლიმენტებით შევაქებდიო, გამოვიყენებდი და მერე ghousting-ს რო ეძახიან, აღარ გამოჩნდებოდი მის ცხოვრებაშიო. და პარალელი, ანუ იდეა იყო რა იცი, რომ შემდეგ ამას კიდე მოუნდება შენთან მოსვლა? მივხვდი? აი როგორც ადამიანს რო შეხედო. თუ დამოკიდებულება როცა მაქვს, რომ პატივისცემით მოვეპყრობი, აი რაღაცა შენ რო ჩემთან მოდიხარ, როგორი კარგია ყო. ენერგია არის თუ არა ფული თქო, რო ვიკითხე, გეც პლუს რაღაც მხრივ იყო, რომ დამოკიდებულება ფულთან. ნახე მე გეტყვი რა დამოკიდებულება შეიძლება მქონდეს ადამიანი რო შემოვიდეს. სიტყვაზე ვამბობ. ჯერ გააჩნია ადამიანს. ხო. და გააჩნია რამდენი ფულია. გააჩნია ხო ადამიანსაც ვამბობ. წარმოვიდგინოთ რომ კარგი ადამიანი შემოვიდა, ვინაც გულისხმობს კარგ ადამიანში, ყველამ თვითონ გადაწყვიტოს. თუ თანხმდებით იმაზე რომ ადამიანები შექმნილები ვართ ერთმანეთის მსახურებისთვის, მაშინ ჩემთვის გასაგებია ცოტა ხანში რას ვიზამ. დავაკვირდები რა საჭიროებები აქვს, მოვთ უეჭველი, რა უჭირს, რა ულხინს, რა გამოცდილება აქვს, რა ღირებულებებს ქმნის. და მესმის რომ ადამიანი არ არის ვიღაცა, ვინც არის საშუალება რომ გამოიყენო. ფული საშუალებაა რომ გამოიყენო ადამიანების დასახმარებლად, ადამიანების მოსამსახურებლად. და როცა უფრო მეტ ადამიანს ამსახურები, უფრო მეტი ფულის მოდის, მაგრამ ფული გვერდითი მოვლენა. და ფულს ვერ მოემსახურები, ანუ თუ ფულს ვერ მოემსახურები, ხვდები? ხო, 100%-ით. აი ზუსტად ეგ დამოკიდებულება ეხლა რას ამბობ, უბრალოდ რაღაცა მაშინ უნდა გავაიგივოთ, რომ ადამიანი აღვიქვათ საშუალებად და ფული აღვიქვათ რაღაცად, რასაც უნდა ვემსახუროთ და ძალიან პირობითად არა, ეგ არ ვქნა ეგ არასდროს. უბრალოდ ეს აძლევს ხოლმე კარგ შეგრძნებას რისას იცი რომ როგორი დამოკიდებულებითაც იქნები, იმ დამოკიდებულებით იქნება შენთან. მე თუ ფულზე ვფიქრობ რომ აი ხა ამას გამოვიყენებ და მე კაცო აღარც მაინტერესებს, ანუ ხო აღარ მოუნდება იმას შემთან მოსვლა. ენერგიის მხრივ ამბობ, რომ ძალიან დაუბლოკავ, რომ პირიქით რა, ამასთან არ მინდა მისვლა და როცა შევხედავ რაღაცა იმით, რომ აი პირიქით ძალიან კარგად მაგრძნობინებს თავს, ძალიან კარგია და ეს დამოკიდებულება მაქვს, ზუსტად ეგეც ადგილებში მიდის. იმასაც დავამატებ, რომ ძალიან ბევრს მეკითხებიან ხოლმე, რომ აი რა მდგომარეობაში უფრო მიდის ეს ნაკადი, სიუხვის ნაკადი ადამიანთან. როდესაც ხარ მშვიდ მდგომარეობაში და ხარ შექმნის ენერგიაში, ავტომატურად ითარგმნება ეს ყველაფერი შენს საბანკო ანგარიშზე პირობითად რა. თვითღირებულება, წეგან ძალიან მომეწონა შენას თქვი და პარალელს გავაკეთებ.
თვითღირებულება შენი ხშირ შემთხვევაში განსაზღვრავს შენს საბანკო ანგარიშზე რამდენი გაქვს თანხა. და რო თქვი, რომ დავიწყე შიგნით ძიება, ესეც ძალიან კარგი რჩევა იყო ერთ-ერთი მოსმენილი, თუ გაქვს პირობითად $1000 და არ იცი რაში ჩადო. ჩადეს $1000 შენ თავში, რომ იმ ღირებულების შექმნა მეტად შეგეძლოს თავდაჯერება მოგემატოს, ცოდნა მოგემატოს და შემდეგ გააგრძელე შენი საქმე. და მგონია რომ მართლა ეგ წერტილია და ფანტასტიკურად გადმოსცემ ამ ამბავსაც, რომ ეს ენერგია უნდა მიმართოთ და ფოკუსი შიგნით ჯერ. რობა მე როგორ შევივსო, რომ შემდეგ კიდე უფრო ღირებული რაღაცები შევთავაზო ხალხს. ნახე, ოღონდ ორი რაღაცისგან შედგება და უბრალოდ კი არ ვამატებ რაღაცას, შევავსებ შენს ნათქვამს, იმიტომ რომ ბევრს გონია რომ თუ საკმარის ღირებულება შექმნის, ეს უდრის უკეთეს ცხოვრებას. და მე იწყებენ ადამიანები რაღაცა სიკეთების შექმნას, მაგრამ ჩავარდ ნაქვთ იმაში, რომ კომუნიკაციაში არიან ცუდები და ვერ აგებინებენ სხვებს, რომ მე შენთვის ნახე რა კაი რაღაცა მაქვს შექმნილი. ამიტომ როცა ერთია რომ შევქმნა, მაგრამ თუ იგივენაირად კარგად არ შემიძლია დაგანახო რა მაქვს შენთვის შექმნილი, შეიძლება არ ვიცი სიცოცხლე უკვდავების წყალი მქონდეს შექმნილი და მხოლოდ იმიტომ რომ ძალიან ცუდი ვარ გაზიარებაში, გაცემაში, ამის გამო ამან სხვას არ მოუტანოს სიკეთე და შესაბამისად არც მე მომიტანს სიკეთეს. და გაყიდვებიც რომ ძალიან გვასწავლეს რომ რაღაცა ცუდია და სირცხულია და ვაიმე და ამბავი რაღაც ამ წერტილიდანაც მოვდივართ ქართველები, მგონია რომ გაყიდვები რაღაც ძალიან ცუდთან, უნდა რომ გაყიდოს და უკვე ცუდია. აი ეს რატოა? ამას უნდა რომ მომყიდოს რა, აი ეს რო არის ხოლმე დამოკიდებულება, ხო იცი? ხო, ნახე, ჩვენი საუბრის დასაწყისში საუბრობდით იმაზე, რომ თუ აურევ ადამიანებს, კაიზე ცუდს ეთქვი და ცუდზე კაის, მე მოიტეხავს თვითონ კისერს. თუ არ გინდა რომ მონებმა ან ტყვეებმა იფიქრონ გაქცევაზე, არ უნდა დაანახო გასაღები როგორ გამოიყურება და სად არის გასასვლელი. და თუ არ ეცოდინებათ გასაღები როგორ გამოიყურება, შეიძლება ცხვირწინ ედოთ, მაგრამ ეჭვი არ გაუჩნდეთ. მით უმეტეს თუ ეუბნები, რომ ტყვეობიდან გასასვლელი სულ სხვა რაღაცეები, აი ჭიქა აღებს, კალამი აღებს, სანთელი აღებს და ყველაფერს ეპოტინები და არც ერთი არ არის. ერთ-ერთ თუ ვთანხმდებთ იმაზე, რომ შეიძლება ამ დონის სიღატაკე, როგორც არის საქართველოში და არა მხოლოდ საქართველოში, მსოფლიოში ძალიან ბევრი ადამიანი შიმშილობს, მაშინ როცა ძალიან დიდი რაოდენობით პროდუქტები უბრალოდ იყრება. ჭარბი წარმატება თითქმის ყველა სფეროში, თითქმის. და ამის პარალელურად რომ ადამიანები შიმშილობენ, აჩენს ლოგიკურ ეჭვს, რომ ეს არის მიზანმიმართული. და თუ მიზანმიმართულია, უკვე გასაგებია, რატო გეუბნები, რომ გაყიდვა, რატო გასწავლი, რომ გაყიდვა ცუდია, ფული ხელის ჭუჭყია და ასე შემდეგ. თუ მე შენ ამას გასწავლი, შენ თვითონ დარჩები სიღატაკეში. და ნახე დღეს ვფიქრობდი. ტიპები, რომლებიც აი თუნდაც საკუთარ საქმეს იწყებენ რა. და გაყიდვა არ იციან. იმიტომ რომ გაყიდვა რაღაც გონიათ. კომუნისტები მაცქნეს ხვდები, ანუ ტიპი თუ რაღაცას ყიდდა, სპეკულიანტს ეძახდნენ თუ რაღაცას და ანუ დიდესი დაღიდა გვასვეს. ხო, ძალიან ცუდი ტიპი იყო რა. ნახე, ბიზნესში აბსოლუტურად ყველა პროცესი, თუ წერტილებად დავყოფთ, ეს ყველა ის წერტილია, საიდანაც ფული გადის. მაგრამ არსებობს ერთადერთი წერტილი, საიდანაც შემოდის და ეს არის გაყიდვა. და თუ გაყიდვა არ იცი, ესე იგი გაქვს ბიზნესი, სადაც იცი ფული როგორ გავიდეს და არ გაქვს წერტილი, რომელსაც მოუშვებ, რომ შემოვიდეს და გაღარიბდები. ხო. და თუ მე მინდა რომ შენ გაგაღარიბო, უნდა გითხრა რომ გაყიდვა ტეხავს, სირცხვილია რას. და ეს არ ნიშნავს იმას, რომ შენ გაყიდვის პროცესში აღარ ხარ ჩართული. მერე გახარ და დროს ყიდი, ენერგიას ყიდი, თავისუფლებას ყიდი, ანუ ბევრ რაღაცას ყიდი. რეალურად რაც ბევრად ღირებულია, ვიდრე რაღაცა კონკრეტული X თანხა და X რაღაცა. ხო. კი. შენი გზა როგორი იყო? რა გამოწვევები გაიარე? რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი? თუნდაც გაკვეთილი, თუნდაც ზრდა, რამაც გამოიწვია? აი, შენი ისტორია როგორი იყო? მე გამიმართლა იმაში, რომ საკმაოდ პატარა ასაკში მომიწია ისეთ სირთულეებთან შეხება, ან ბევრთან აღარ დავაკონკრეტებ, უბრალოდ ისეთ სირთულეებთან, რომელიც იმასაკისთვის აი ნახე უნივერსიტეტში რო ვიყავით, მაგალითად
ჩემი ჯგუფელები თუ სადღაც მიდიოდნენ საბილიარდოში, მე მივდიოდი ციხეზე, იმიტომ რომ ოჯახის წევრისთვის პერიოდად უნდა შემეგზავნო. და ესე რომ შეხედო, არაფერი კარგი ამაში არ არის. მაგრამ ეს გაძლევს იმ უნარებს, რომელიც პირველი შემთხვევა იყო, როცა დავამუღამე, რომ თუ მეცოდინებოდა, თუ მექნებოდა კაი დაკვირვების უნარი და შემდეგ სწორი კომუნიკაციის უნარი, რაღაცებში ძალიან დიდ დროს დავზოგავდი. და მაგალითს გეტყვი ერთხელ. როგორ საინტერესო რაღაცებს ყვები მოკლედ რა. ერთხელ მახსოვს, რომ ბადრაგი დგას გვერდით, ესეთ მაგიდებია ბეტონის რა, ადრე ორთაჭალის ციხეში ეგრე იყო. აქ რაღაცა ჩემს ამანაც ჩიჩქნიან, რომ რამე არ იყო შიგნით, გვერდით მეორე და იმან ამას უთხრა, ამ ტიპმა იმას უთხრა, სიგარეტი ხო არ გაქვს. და იმან უთხრა, რა გამიხურე საქმე, დღეში აჯერ მთხოვო რა. ოღონდ სანამ მთხოვდა, ამოიღო კოლოფი, ცარიელი იყო და მე მოხდა ეს ამბები. შემდეგ ჯერზე როცა წავედი, წავიღე 2 თუ 3 კოლოფით მეტი და უთხარი რომ მეთქი ეს წინაზე არ ქონდა მეთქი და შენთვის წამოვიღე მეთქი. და ამ ტიპს ძალიან მოეწონა და მე მითხრა რომ იცი რა, როცა მოხვალ შეგიძლია დამირეკო და ურიგო ჩემო გატარებო. აჰა. და ნახე ხა ვიღაცისთვის იტყვის რომ ურიგოთ რატომ მიდიხარ? რატომ მივდივარ ერთია, მაგრამ თუ შემიძლია რომ სადმე დრო დავზოგავ და ასე შემდეგ. ამ ტიპს რომ დაურეკავდი რომ მოვედი მეთქი, ეს რიგია იქ რომ ურიგოთ გახვი და დაკლავენ ხალხი 3 დღით ადრე ჩამოსული და რაღაც და მოკლედ. ამ ტიპს რომ დაურეკავდი გამოიხედებოდა ესე. და იტყოდა რომ აქ გოგეშვილი რომელია? და მე მეთქი ესე. შენ ხარ? ერთი მოდი შენ აქეთ და ეს ხალხი რომელიც რო წასულიყავი ურიგოთ დაკლავდა გზას გაგითავისუფლებდა. გაძლება ძმაო და ეგენიც წამოიღე ეგენიც და ეს ავიტანდი და კუთხე შევიდოდი თუ არა როგორ ხარ მეტყვა და რა ვიცი. იმიტომ რომ ამ ტიპსთან ალბათ ვეცოდებოდი კიდეც რა პირველ თუ მეორე კურსზე ვარ ოჯახის წევრი პატიმარი და იმის ნაცვლად რომ რაღაცა გავირთო აქ ვარ ხოლმე კვირაში რამდენიმე დღე. მაგრამ დავამუღამე თუ რაღაცებს დააკვირდები ვის რა აკლევის რა ჭირდება და სწორ კომუნიკაციას მოახდენ ბევრ რაღაცას გაავარტივებს. ძალიან მაგარია. პატარა ისტორიებიდანაც კი რამდენი რაღაცას სწავლა შეიძლება. ანუ მოდი აუდიტორიას რომ მიმართოთ, შეიძლება იყოს დაკვირვება და აი ამ დაკვირვების მიხედვით პრობლემები რაც არის, იმათ მოგვარებაზე ორიენტირება, ერთ-ერთი პასუხი წარმატებული ამის. მე ვფიქრობ, რომ არა ერთ-ერთი, არამედ ერთადერთი. ერთადერთი, ხო? რა მაგარია. ერთადერთი, იმიტომ რომ მე თუ მინდა შევქმნა ღირებულება შენთვის, უნდა დავაკვირდე შენს ტკივილებს, იმიტომ რომ შენთვის ღირებულებას წარმოადგენს რაღაცა, რაც აგვარებს შენს პრობლემას. და რო შევქმნა რაღაცა, რაც პრობლემას აგვარებს, ჯერ უნდა დავინახო რა პრობლემები აქვს ადამიანებს. და ეს პრობლემა კარნახობს რა უნდა შევქმნა. ძალიან სწორია. ძალიან სწორია. უფრო მეტიც, ნახე პატარა სკოლიოს გავაკეთებ. იმდენად მაგარი პროცესია, რომ ერთია რომ მე დავინახე შენ რა პრობლემა გაქვს. შეიძლება წარმოვიდგინე როგორი უნდა იყოს გამოსავალი, მაგრამ თან ხედავ რა მაკლია, რა უნარი მაკლია, რა სკილი, რა ხედვა მაკლია და შენი პრობლემა დანახული გამოსავალი და ჩემი ახლანდელი მდგომარეობა მანახებს მე რა უნდა შევმატო ჩემს თავს, რაში უნდა განვითარდე იმისთვის, რომ უკეთესი გადაწყვეტილება მოვიქრო შენთვის და შენთვის რომ გადაწყვეტილებას ვქმნი, მე ვითარდები ამით. იმიტომ რომ სხვანაირი მეჭირდება. ეს შეიძლება არ იყოს მხოლოდ ჩემთვის შექმნილი ღირებულება. შეიძლება მე მაწუხებ და რაღაცა დავჯექი, მივხვდი რომ ეს პრობლემა იმიტომ აქვს, რომ რითიც პრობლემა შეიქმნა, ხშირ შემთხვევაში იგივე ვერსიით პრობლემიდან გამოსავალს ვერ ნახავ. გონებამ რომელმაც მახეში გაგაბა, იგივე გონება ვერ გამოგიყვანს ხშირ შემთხვევაში. და თუ ვიპოვე გამოსავალი და მე ვხედავ რომ იგივე მდგომარეობაში ახლა სხვები არიან. გავდგებით ამ გამოსავალს სხვებს ეხლა ყვები ჩემ ისტორიას. აი პირდაპირ ყვები ჩემ ისტორიას, გიზიარებდი წეღან ეს რაღაცა იზოლაციის პერიოდი რომ მქონდა და გავიარე, არ ვიცი. ჯოჯოხეთში ვიყავი დედამიწაზე, ჩათვალე, აი ჩავედი იქ ძალიან ქვემო დემონებთან, ჩემ დემონებთან, ყველასთან, აი
ძალიან საქმის გარჩევებიც მქონდა, ტირილებიც საინტერესო. ძალიან საინტერესო. რა საზიზღრებს? ხო, არა, ლაპარაკი შეიძლება. კარგად ვისაუბრეთ, არა, მივედით კარგად საუბრამდე, იმიტომ რომ ეგ ინტეგრაციის პროცესია, სადაც უნდა მიიღო, უბრალოდ. ნახე რა არის უბრალოდ მიღების დროს როცა ვამბობ ხოლმე ხალხს გონია რომ ვაიმე მე რეგით რო გავხდე? ანუ მივიღო ნიშნავს რომ გავხდე? არა, უბრალოდ გარიყულა და რა გრძნობინო თავი. ის სადღაც გადემონდა, იმიტომ რომ ბევრჯერ გარიყე, ბევრჯერ უარყავი. ანუ ძალიან მტკივა იმასაც ხვდები და როგორც კი ჩაეხუტები და მოეფერები, იპოვნი რომ შევა შენი 7 წლის თავია. ხვდები? ის ვერსია, რომელიც ბევრჯერ უარყავი ძალიან და ამ მტკივილმა გააბოროტა და ყვირის და საიდან საწავედი ხა? ხო, მოკლედ ძალიან ბევრი შემოვირიგე, ძალიან ბევრი ჩემი ვერსია ვნახე. და შემდეგ რო ვნახე რომ ვაუ, სუნთქავ. რა ლამაზია, ხა სიგიჟეს გეტყვი, მაგრამ შევა მტკვართან გამიარა ესე მშალხიძე თოლიას გადაეფრინა მზე ჩადის და მეთქი რა მაგარია. გრძნობ, ცხოვრება დავიწყე, გიორგი, ანუ შეგრძნება, აღარ ვიყუჩებდი თავს არაფრით. ხო, აი საოცარ და მე რო დავფიქრდი, მეთქი რა უფლება მაქვს, რომ ეს ვიღაცას არ გაუზიარო, ანუ ჩემთვის ამას ვერ დავიტოვებ ღმერთო, ანუ ის ჯოჯოხეთი დედამიწაზე აქვე მქონდა და უცბად რაღაცა ჩიტი რომ მიფრინავს და ლამაზია და მზის ხივი ფრთაზე ხვდება, ამაზე მეტირება ბედნიერებისგან. ხო და ვეღარ დავიტიე. იცი რა, მე იწყებ შემჩნევას იმ დიდი სიკეთეების რომელსაც მანამდე უბრალოდ იმიტომ ვერ ვამჩნევდით, რომ ფოკუსი გქონდა გადატანილი რაღაცეებზე, რაც გვაკლდა. იმიტომ რომ წარმოიდგინე, თუნდაც ის რომ თოლიამ გადაიფრინა და მზის ხივი აირეკლა ფრთამ. ნახე, არ ვსაუბრობ რაღაცა ფილოსოფიურად. არიან ადამიანები, ვისაც დაბადებიდან არათუ თოლია, მხედველობა არ აქვს. ხო. და ამას რომ იაზრებ, რომ რამხელა ჯილდოა რომ თვალები ყველას გვაქვს. მაგრამ მხედველობა გვაქვს. ამას რო იაზრებ, ხვდები რომ საჩუქარია. კი. ეგრე რო გაყვე და დააკვირდე რა გვაქვს ისეთი, რაც ჩვენი დამსახურება არ არის, პირველი რაც მოდის არის მადლიერების შეგრძნება. აი, მადლიერება. მადლიერების შეგრძნება. ძალიან. მადლიერება არის პირველი სიუხვის ნაკადის მაგნიტი, ესე რაღაცა მარტივი სიტყვებით რა ვთქვა. ესეთ კითხვა მაქვს, თვლი რომ თუ არ ყიდი, რეალურად შეიძლება მალავდე შენ ყველაზე ღირებულ ნაწილებს. მოდი ეს შევხედოთ. თუ გაქვს რაღაცა სიკეთე, თუ ყიდი, ესე იგი ამ სიკეთეს გადასცემ სხვას. და თუ ეს სიკეთეა და სხვას არ გადასცემ, ანუ თუ არ ყიდი, არის ეგოიზმი, ჩემი აზრით. ხო. ვიღაცას რო ეხლა ეს სათვალე არ მოეყიდა, ჩემთვის როცა აღმოვაჩინე, რომ თუნდაც 1 წელია თვალს მაკლია, ან რა ვიცი, ბოროტი ხარ, ანუ მე ვიცი, მაგრამ შენ არ მოყიდი. ბოროტება სათვალეს რო ვყიდი და შენ არ ვიცი რაღაცით დაგაბრმაო, იმიტომ რომ მე მოგყიდო. მაგრამ პრობლემა მაქვს და შენ ქმნი რაღაცას, რაც მე არ შემიძლია. და მაგას იმიტომ ქმნი, რომ გაგეზიარებინა. მაგიტო ჩაიდო შენში ის კრეატიულობა, ის უნარი, რომ შეგექმნა რაღაცა, რაც სხვა სჭირდება და არ შეუძლია. და არ ყიდი და იქნები სიღარიბეში და სამართლიანია. კი, ნამდვილად. თუ არ ეხმარები სხვას, იქნები მუდმივად დასახმარებელი. სხვას უტოვებ დასახმარებელს. იქნები დასახმარებელი. კი, ჩემ დაკვირვებითაც ეს არის რა ადამიანის მთავარი იდეა, რატომაც ვართ და ჩვენი მისია არის ის, რომ დავეხმაროთ სხვებს. დახმარება არის პურის მცხოველიც, ანუ საოცარი, თავი ეპოვოთ შენი დანიშნულება. ბევრჯერ დაკვირვები ვარ და როცა უმიზნოდ მიგრძნია თავი, აი ყველაზე მეტი დეპრესია მანდოდის, ყველაზე მეტი ცუდად ყოფნა მანდოდის და როცა იპოვნი, რომ აი რითი შემიძლია ემსახურო სხვებს, მიზანიც გაქვს, დროც აღარ გაქვს დეპრესიის. და გძნობ, რომ შენს დანიშნულებას ასრულებ. კი. და როცა ეს კარგად გესმის, თან უკვე მნიშვნელობა არ აქვს, ვინ რას ამბობს, ვინ როგორ ფიქრობს, ახლა მე თუ შენ გენდობი, რომ შენ მე რა დანიშნულებასაც მომანიჭებ. ესე იგი ჩემი დანიშნულებაა. თუ ამაში გენდობი, რა მნიშვნელობა აქვს ვიღაცა ვისაც არ ვენდობი ის რას ფიქრობს. მივიდივარ ჩემი დანიშნულებით, იმიტომ რომ ვისაც ვენდობოდი, ამისთვის დამნიშნა, რაც გინდა იფიქრე. კი. და ქრისტეს რო კითხეს, როგორ გავხდეთ უდიდესიო, უთხრა რომ ის
ვისაც თქვენ შორის პირველობა უნდა, უდიდესობა უნდა, ყველას მსახური იყოს. და ინსტრუქცია და არა დატუქსვა, ხვდები? ინსტრუქცია გინდა უდიდესი იყო რა, ვიყავი ყველას მსახური და მსახურება არის თესლი, რომელიც ყველას დიდ ნაყოფს იძლევა. ახალი აღთქმის კითხვა რო დავიწყე, რეალურად, უბრალოდ უნდა იცოდეს სწორი კითხვა. იმდენ მესიჯს პოულობ ცხოვრების გასაღებად ჩვეულებრივად, აი ხა მანიფესტაციაზე რო გიждდებით, ხო? აი ყველაფერი წერია საერთოდ. იმიტომ რომ ღმერთთან ერთად თანაქმნაში ხარ. ხო, ერთ ჩემ აზრს გაგიზიარებ, ეს ფულთან არაფერ შუაშია, მაგრამ ძალიან საინტერესო იქნება ჩემთვის შენი პერსპექტივა. ეს ჩემ სუბიექტური აზრია, ოღონდ რაღაცა აბსოლუტურ ჭეშმარიტებას არ ემაშობა. მგონია რომ ღმერთმა კი არ შექმნა ეს 7 დღეში რაღაცა საოცრებები და მე ფეხზე გადაიდო და აღარ აკეთებს არაფერს. მე მგონია რომ დრო გვაქვს, რავი, წარსულს ვეღარ ვეხები, ხო? მატერია არ აქვს. მომავალიც მხოლოდ აქ არის და წარსულიც. მხოლოდ ეს დრო მაქვს. ღმერთი აი ამაც მყოშია და თანაქმნაშია. კი არ შექმნა ქმნის ჩემთან ერთად. მთელი სამყაროს ამ ყველაფერთან თანაქმნაში არის რეალურად. ვიცი რა შეიძლება ძალიან სწორს ამბობ, იმიტომ რომ არ მახსოვს საწერია, არის ერთ-ერთი პასაჟი, სადაც ქრისტე ამბობს, რომ მამა ჩემი დღემდე შრომობსო. და ბევრს ესმის რომ 6 დღის მერე ღმერთმა დაისვენა ამ საქმიდან. მე და შენ რო ახლა პოდკასტს მოვრჩებით და ვიტყვით, დავისვენოთ, არ ნიშნავს რომ არაფერს არ ვიზამთ, რაღაცა სხვა რაღაცას ვიზამთ. იმ საქმიდან დაისვენა, მაგრამ წერია რომ დღემდე შრომობს. და რაში გამოიხატება ეგ შრომა, რა ვიცი, მე არ ვიცი. ხო, რაღაცა მე ძალიან მომეწონა, ძალიან საინტერესო და ცოტა უფრო რაღაც შეგრძნებაც გაძლევს, რომ ვაუ, რა მაგარია, თანამონაწილე ხარ რაღაცა ძალიან დიდი პროცესის, ხო და შენი დანიშნულებაც იმდენად ღვთიურია და იმდენად ლამაზია, რომ ვაუ, ხო, უნდა მემსახურო სხვებს და მოდი აბა რა სკილები თვისებები, სკილები როგორ თქვა? უნარები ალბათ. ხო, უნარები შევიძინო, რომ კიდე უფრო მეტი გავაკეთო სხვებისთვის, რომ აი ვაუ, თანაქმნაში ვარ, თანამონაწილე ვარ ამ ყველაფრის. ამ კუთხით რო შეხედო, ხო? ოღონდ ნახე, მაგ კუთხით რო შეხედო, ვიღაცამ უბრალოდ უნდა ფოკუსი გადაგატანინოს გადარჩენაზე სიცოცხლისთვის. ეხლა ცხოვრობთ გადარჩენისთვის და მე დარწმუნებული ვარ, ბევრი ალბათ ვინც ამ პოდკასტს მოისმენს, ცხოვრების გააჩნია რა ეტაპზეა, იტყვის რომ ხო არა და ესენი სად არიან ძმაო, ურის ფული არ მაქვს. და ეგ ხო პრობლემაა რო არ. მოდიო მაშინ აი ზუსტად თუ ეგეთი ადამიანი არის ხა ვინც გვისმენს რა შეგვიძლია ვურჩიოთ რომ აი მეტად რას მიაქციონ ყურადღება, მეტად რა შეეჩვენ, რას გადაეჩვიონ, შეიძლება რაღაცა იყოს რაც ძალიან გვიშლის ხო ხელს აი შენი რჩევები რა იქნება თან ცოტა ჩემ გულის ტკივილსაც გავაზიარებ ძალიან არ მომწონს ამას რომ ამბობ, მაგრამ ქართველმა კაცმა თითქოს თავის ფუნქცია ცოტა ისეთ სიტყვა, მაგრამ დაკარგა რაღაცა აი რეალიზება უჭირს საკუთარი თავის, ძალიან ბევრი არასიფხიზლე მოდის მერე აქედან, ძალიან ბევრი რაღაცა დეპრესიული ფონი და ამბავი და აი კაცებს კიდე თუ უფრო მეტად ეტყოდი რომ აი იცი რა ჩემო ძმაო მესმის რომ გიჭირს მეც ვიყავი სადღაც მანდ და მოდი რაღაცა პრაქტიკულს გეტყვი ხა რაღაც თუნდაც ერთნაბიჯში რო დაგეხმაროს რომ გადადგა რჩევებისთვის არც ისე კომპეტენტური მგონია მე ჩემი თავი რომ ვიღაცას რაღაცა ურჩიო მაქსიმუმ გაუზიარო აი თუნდაც შენთვის რა იყო აი ეგეთ პერიოდში რაღაცა ბიძგივით რომ აი პირველი სწორი ადამიანი გჭირდება გვერდით. ხო. მე გამიმართლა ჩემს მეუღლეში. გამაგარი. ძალიან. მაგრამ ყოველთვის ამას ვერ ეტყვის სხვას, იმიტომ რომ შეიძლება გყავდეს არასწორი ადამიანი გვერდით და რაღაცები მაინც გამოასწორო. უბრალოდ მე გამიმართლა. და ნახე, როცა ერთ ცხენს შეუძლია 2 ტონა ტვირთის გათრებაო რა. მაგრამ 2 ცხენს ერთად რომ უნდა შეძლოს 4-ის, შეუძლია 8-ის. და კაცმა არის ის პლუს 4 საიდან მოდის. ერთი ალბათ გააჩნია გარემო, შეიძლება ეს არ იყოს მეუღლე, მაგრამ ფაქტია რომ სწორ გარემოში გინდა ყოფნა რა. იქ სადაც ადამიანები კონცენტრირებულები არიან, ან ვიცი, აკრძალულ ნაყოფს ის რაც აკლიათ. შენი ფოკუსიც იქეთ გადადის. და როცა ჩვენ არ ვართ
ადამიანები, ვისაც ერთდროულად ორ ადგილას შეგვიძლია ფოკუსის შენარჩუნება. და თუ ხარ გარემოში, სადაც მუდმივად ისმენ იმას, რომ ეს არ არის, ეს არ არის, ვეღარ ხედავ იმას, რაც არის და ბევრი არის და ლამაზია და მშვენიერია. მაგრამ პირველ რიგში მე რომ ეხლა მგონია, რომ ბევრს დაეხმარება ის რაღაცა, რასაც გეტყვი. ერთადერთ უნარს რო ვაუმჯობესებდი ახლა, გავაუმჯობესებდი კომუნიკაციის უნარს. კომუნიკაცია არის რაღაცა, რაშიც უდიდესი ჩავარდნა. უდიდესი. კი. შეგნებულად როცა ვარ სადღაც ღონისძიებაზე, სადაც ბევრი ხალხია, შეგნებულად ვეკითხები თითოეულს რას საქმიანობენ. ადამიანებს აქვთ იმდენად კარგი პროდუქტები და სერვისები, მაგრამ ეს რომ მოიტანოს სხვამდე, გჭირდება ერთი თვე და როცა იცი სწორი კომუნიკაცია, შეიძლება ერთ წუთში აუხსნა ადამიანს რა ღირებულებას ქმნი მისთვის. აუმჯობესებ თუ არა კომუნიკაციის უნარებს, უბრალოდ ყველა სფერო უმჯობესდება. ძალიან კარგი რჩევა. ხო, ნახე, კომუნიკაციის გაუმჯობესება შეგულისხმობ იმას, რომ საკუთარ თავთან კომუნიკაციას აუმჯობესებ. ბევრჯერ ვახსენე ამას ამ საკითხზე, რომ იმიტომ რომ ჩემთვის აღმოჩენაა, ხვდები, ჩემთვისაც ახალია და უბრალოდ რაღაცა რო რწმუნდები, გინდა რომ სხვასაც უთხრა. სულ მესმოდა რომ სიტყვა მიდის კოსმოსში და სიტყვა ზალაგდა ვერასდროს ვერ ვიგებდი, ანუ მე ეს რაღაც ჩახლართული თემები არ შემიძლია. მაგრამ ერთხელ უბრალოდ დავიწყე მიზანმიმართულად უკეთესი სიტყვებით საუბარი ჩემი თავის მიმართ. დილა რო დგებოდა და ეხლა და აღარც მახსოვს როდის იყო. ძალიან კარგი. უკეთესი სიტყვებით ვეკონტაქტები ჩემს თავს, უკეთესი სიტყვებით ვეკონტაქტები გარშემოყოფებს და იქ სადაც უკეთესი სიტყვებით გაქვს კომუნიკაცია, ის რაღაცა ხდება უკეთესი. იმიტომ რომ სიტყვები ქმნიან, ღმერთს არ შეუქმნია სამყარო, წარმოსახვით და თავის ხელებით ან რაღაც შექმნა სიტყვით. და იგივე სუპერ უნარი მოგვცა ჩვენს, მაგრამ უნარი იმის უნარია, რომ უნდა შეგეძლოს გამოყენება. მე ბევრი ადამიანი მახსენდება, რომელიც უკიდურეს მდგომარეობაში ყოფილა და რადიკალურად შეუცვლია თავისი მდგომარეობა იმითი, რომ კომუნიკაციას დაუმუღამა, იქ სადაც დროს ატარებს უკეთესად კომუნიკაციობს, უბრალოდ უხერხული ახლა რომ კონკრეტული მაგალითები მოგიყვი, მე მოვხები, იტყვი რომ ხო რა დავთმო, უბრალოდ სწორი კომუნიკაციით რამხელა დრო დაზოგა, რა მოკლე გზებითი არა და ამ შემდეგ კომუნიკაცია რაღაცა. მოდი შევაჯამებ. არა, რა ბოდიში პირიქით. ნახე, კომუნიკაცია რა არის რეალურად, ხო? თუ მე მაქვს კომუნიკაცია ჩემს თავთან, მოქმედებაში მომყავს ჩემი სხეული. მაგრამ თუ მაქვს კომუნიკაცია შენთან, შეიძლება მოქმედებაში მოვიყვანო შენი სხეული, შენი გადაწყვეტილებები და ასე შემდეგ. შესაბამისად, ცხოვრობთ სამყაროში, სადაც ყველაფერი რა ჩვენ გვინდა, ჩვენ იქეთ არის, სხვა ადამიანების ხელშია. და ეს ადამიანები ამ თავიანთ რესურსებს განკარგავენ იმის მიხედვით, თუ რა კომუნიკაციაში არიან გარე სამყაროსთან. მე თუ შემიძლია შენ დაგანახო რა მაქვს შენთვის შექმნილი და დაგანახო რომ ის რაც შენ გაქვს ჩემთვის შექმნილი, კარგია რომ გავცვალოთ. შენი სიკეთეები აღმოჩნდება ჩემთან, იმის ანაცვლოდ რომ ჩემი აღმოჩნდება შენთან. და კომუნიკაციას ჰქონდა ადგილი უბრალოდ. კი. ძალიან სწორია. მე იცი რა მინდა პატარა შეჯამებასავით რომ გავაკეთო, რომ ფაქტობრივად ყველაზე სწორი არის ის, რომ გქონდეს მიზანი, შემდეგ skills კი მითხარი ის ახლა შემახსენებ არ დავავიწყდა, უნარები შევიძინოთ ამ რაღაცა მეტი სიკეთის შესაქმნელად, გქონდეს კარგი კომუნიკაცია და მე მგონია რომ ვიყოთ გულწრფელები არის აუცილებელი. იმიტომ რომ რამდენი ამბავიც არ უნდა დაიწყო და გულწრფელი არ იყო, მოკლედ აი ავთენტურობა, მოდი პატარა მაგალითს მოვიყვან და უფრო ცხადი გახდება. აი რო ვახსენე ეს ენერგიის ცენტრები და ჩაკრები, მეოთხე არის გული, სიყვარულის ენერგია. მეხუთე, უფრო ზევით არის ავთენტურობა. უფრო მაღალი სიხშირეა. ანუ სიყვარულზე მაღალი სიხშირეა ავთენტურობა და აი ეს გულწრფელობა და შენი რეალური უნიღბოსახე, რასაც ემსახურება ეს გადაცემა ნიღავს მიღმა. და შემდეგი ის რა არის? ეს არის უკვე ინტუიცია და ხედვა.
გინდა რაღაც გითხრა? კი. ჩემთვის იყო აღმოჩენა უბრალოდ რა. კი. ერთხელ ვიყავი რაღაც ღონისძიებაზე, სადაც მედიტირებდით ალბათ. არ ვიცი როგორ ქვია რა. პირველად მანდ გავიგე ჩაკრები რაღაცები. უბრალოდ მაშინ გავაცნობიერე ერთი კაი რაღაცა. როცა ადამიანებს ველაპარაკები გულიდან წამოსულს, ველაპარაკები ნამდვილად, ოღონდ ველაპარაკები ისე რომ ის ხედვა რაც მაქვს, მის გონებაშიც დავხატო, ერთი და იგივე სიხშირეზე ვარ და ერთი და იგივე ტალღაში. ჩემი ნათქვამი მომაქვს ბოლომდე. და მან დავაკავშირე ეგ მიმდევრობა, რომ მეთქი გულიდან უნდა ვლაპარაკობდე, მაგრამ უნდა ვლაპარაკობდე ნამდვილად და რასაც ვლაპარაკობ, უნდა იყოს ის ხედვა, რაც მე მაქვს გონებაში და ჩემი სიტყვებით უნდა დავხატო შენს გონებაში. კი. აი, ულამაზესად ახსენი, ახლა თითქმის აი ეს სამი ჩაკრა ფანტასტიკურად. თუ რაღაც ნამდვილი არ არის, აზრი მითხარი. ანუ 5 მილიონი ვის უნდა ყველას უბრალოდ ყალბია და აღარ მინდა 20 არის მაშინ და ბიჭო თუ ყალბია რამდენიც გინდა იყოს. კი. ანუ ნამდვილობა რაღაცა რაც თუ გამოაკელი უბრალოდ აზრი არ აქვს. ბიზნესშიც, გაყიდვებშიც, მარკეტინგშიც ერთი და იგივე პრობლემაა. სადღაც რომ შეხედავ რომ რაღაცა ისე ვერ მიდის, აღმოაჩენ რომ დამფუძნებელი არაგულწრფელია. უფრო მეტიც, არაგულწრფელია შენს მიმართ, აი მაგალითად რაც კონსულტაციისთვის მომართი, სიტყვაზე მომბობ რა. და ეკითხები რა პრობლემები გაქვთ. და რაღაცეებს გებაზრება ხო ხდები? და ყოველთვის ვიცი რომ ამისგან ასაც მოვისმენ, დამფუძნებლისგან, აბსოლუტურად სხვა ხდება მე თანამშრომლებისგან და ყველაზე ნამდვილს გავიგებ დამლაგებელისგან. ოღონდ მართლა. ეს რო არაგულწრფელად გიხატავს რაღაცეებს. არაგულწრფელია სხვასთან და მისი ბიზნესიც ეგეთია. და მისი ბიზნესიც არაგულწრფელია მომხმარებლებთან. და ეს რო იგრძნობა შედეგი არ აქვს და ეგეთი ამბავია. კი, ძალიან კარგი ეს არის point როგორა ხო მაპატიეთ რა ვქნა. რაღაცები მეც მაპატიეთ უკაცრავად. სწორი ხედვა არის და ძალიან სწორი ანალიზია. ბოლო და ცოტა უცნაური კითხვა მინდა დაგისვა. თუ გინდა არასწორად დასმულ კითხვებში გაიყვანე ისევ და მე გავხსნათ. მაგრამ მაინტერესებს ხო როგორი შეიძლება იყოს გიორგი ნიღავს მიღბა? ცხოვრების იმ ეტაპზე, სადაც ახლა ვარ. ნიღავს მიღმა გითხრა თუ ნიღვის გარეშე გითხრა? როგორც გინდა. ეხლა ვარ დაკავებული საქმით, რომელიც ძალიან მიყვარს. ოღონდ როგორ ძალიან მიყვარს, იცი, ზოგადად ობსესიური ტიპი ვარ, თუ რაღაცას ვაკეთებ გადაშვებული თავით და ტვინით და ირგვლივ არაფერი არ არსებობს. ეხლა რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ეს ის არის რისიც არა უბრალოდ მესმის ეს რაღაცა ანუ ჯერა რო ესეა. ორგანულია შენია ხო? ჯერა რო სხვა ადამიანებს ამის საჭიროება აქვთ, ამიტომ მიყვარს რასაც ვაკეთებ, ამაზე ლაპარაკიც მიყვარს, ამის გაზიარებაც მიყვარს. და მომავალში რა იქნება არ ვიცი, მაგრამ ჩემთვის თავარია რომ ყოველდღე იმ სიმართლით ვიცხოვრო, როგორც მესმის სიმართლე იმ დღისით. იმიტომ რომ სიმართლეები ხშირად იცვლება, რაღაცები რაშიც მილიარდი% ვიყავით დარწმუნებულები, მე აღმოგვიჩენია რომ ეგრე არ იყო. მაგრამ თავარია რომ როცა აღმოვაჩენთ რომ ეგრე არ არის, ხო არ ვაგრძელებთ თავის მოტყუებას. ჩემთვის ეგ არის მთავარი. კი, ვადაპტირდეთ, რაღაცა ცვლილებები შევიტანოთ, განვითარდეთ. ხო, ყოველთვის დავუშვა რომ შეიძლება ვწდებოდე, ყოველთვის დავუშვა რომ შეიძლება შენ ვწდებოდე, მაგრამ ვწდები თუ არ ვწდები, თუ არ ვწდები, კაია, მეტი მიზეზი მაქვს, რატო არ ვწდები და თუ ვწდები, შესაძლებლობა მაქვს რომ უფრო სწორი ხედვა მქონდეს. ანუ პრობლემებში არ არის რაღაც შეიძლება შეიცვალოს. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის და დროის დათმობისთვის. დარწმუნებული ვარ ძალიან სასარგებლო ბევრ რამეს წაიღებენ აქედან. თუნდაც ერთმა ადამიანმა წაიღოს ეს უკვე მგონია რომ ჩვენთვის ის არის რის გამოც ამ პოდკასტის აზრი ჩაიწერა. თუ მოგეწონა გადაცემა, არ დაგავიწყდეს, გამოიწერო, დაალაიქო და დააკომენტარო. ამ კომენტარში გაგვიზიარე, რა არის შენი ერთ-ერთი შემზღუდავი რწმუნებულება, რაც გაჩერებს გამოიყენო შენი სრული პოტენციალი და თუ გინდა რომ დანაპირები პრაქტიკა მიიღო. მოგწერე აღწერილობაში მითითებულ ბმულზე და თუ დღეს არავის არ უთქვამს შენთვის, მინდა გითხრა, რომ მიყვარხარ, ღირებული ხარ და იმსახურებ ყველაფერს საუკეთესოს.